ერთი არის ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ისაც პრობლემური არის, მაგრამ როგორც იყენებს პოლიცია ამ პრობლემურ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ კანონს, ისე სისხლის სამართლის კოდექსს, უკვე ცდება ყოველგვარი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ხდება აბსოლუტური თვითნებური ინტერპრეტაცია ნორმების, ძალიან ფართო, სახიფათო ინტერპრეტაციები და ასე უსაფუძვლოდ ფართო ინტერპრეტაციების გზით ადამიანების დაკავება სისხლისამართლებრივი წესით დანაშაულისთვის, რომელიც ბუნებაში არ ჩადენილა, არ მომხდარა. ხო ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი არის მათ შორის პროტესტისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ტიპის რეპრესიული იარაღს, როგორ იყენებენ ან დეზინფორმაციას პროტესტის ჩასახშობად და ეს არის ერთ-ერთი იარაღი, ერთ-ერთი სტრატეგია მათ ხელში, როდესაც ხდება მასიურად რეპრესიული ინსტრუმენტის ამოქმედება, ეს გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ისე სისხლისამართლებრივ სანქციებს და სისხლისამართლებრივი გამოძიებების დაწყებას ადამიანების წინააღმდეგ. თუმცა გამოსვლება აჩვენებს, რომ ეს მექანიზმებიც არ მუშაობს და ხალხის ეს პროტესტი და ბრაზი, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანი არის, არსად არ ქრება უკვე ძალიან დიდი ხანია და იმედია ხელისუფლება გააცნობიერებს ადრე თუ გვიან, რომ რეპრესიული მექანიზმებით ამ პროტესტს ვერაფერს ვერ უზამს და ჯობია უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას იმ მიმართულებით, რათა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.